როგორ ხართ ხალხო? აი, დავამაგრე ცოტა ეს. ცოტა ხნით შემოვირბინე. დღეს ძალიან ზარმაცობ, არაფერი გამიკეთებია და შესაბამისად არც არაფერი გადამიღია. იმ დღეს რომ წუწუნებდი რაღაც ვეღარ შეირნობა ბოლო დროს მეთქი უნდა გავწუწიალდე ცოტა ხანი. სუფთა ჰაერი ჩავყლაპო, დღეს კარგია მინდია ძალიან. გუშინ საღამოდან ვებრძვით დენსკერა და უდენობას. ჩამრთველი კერდა რა ვიცი რა ქვია იმას. სახლში საიდანაც ნაწილდება. რაღაცა კოლოფში რომ არის. ჩამრთველია რა ვიცი. აგდებდა. უბრალოდ სინათლის ანთებაზეც კი აგდებდა და აი დამეგლიჯა ნერვები. და ისედაც გადაღებას ვინჩივის მართლა ვერაფერი გავაკეთე. და დღეს გვაღირსა ხელოსანი, ეს ხელოსნების ამბავი ხომ იცით? არც ისეთი მარტივად არის ხოლმე საქმე. ხო და დღეს როგორც ჩანს, აი ამ ჩამრთველის ბრალი იყო. ჩამრთველის ბრალი კი არა, ჩამრთველი დაუზიანებია სარეცხ მანქანას. ჩემ ახალ სარეცხის მანქანას, კი არა და საშრობს უფრო. გონი, შრობას აქვსო. მეტი დენი მიაქვსო თუ რაღაც ეგეთი და ბევრად უფრო მძლავრი უნდაო. ხო და შეცვალეს და რა ვიცი ფაქტია რომ რაც გუშინ დავაკელი ოჯახს, ერთიანად დავახარიგინე და ავაგრიალე ყველაფერი და რა ვიცი მშვენივრად კარგად მიდის ჩვენი ყოფა ცხოვრება. ესე იგი მართლა მაგის ბრალი იყო. ჩემი სარეცხის მანქანა ახლა ხან შევცვალეთ. და წინა იყო, კიდე იმუშავა 12 წელი. გიორგი არის რამდენი წლის? 12 წლის, 12 წელი. და რომ გაფუჭდა. აი ვაისაც ვერ იტყოდი რა ნამოსიანი ადამიანი იმდენად როგორ იმუშავა იცი. უხერხულიც კი იყო, შეცხადებაც კი უხერხული იყო. და იძულებულები გავხდით შეგვეცვალა. ხო და მადლობა ჩემ დას და ჩემ დიშვილს. რომლებმაც მაიძულეს ფაქტიურად რომ საშრობით მეყიდა სარეცხის მანქანა. და თუ ვინმე იგივე სიტუაციაში ხართ ხალხო. ვითომ აი ცალკე სარეცხის მანქანა და ცალკე საშრობიო და მაგის ადგილი ფიზიკურად არ არის. კორპუსში ვცხოვრობ და კორპუსის აბანოები კი იცით და ზოგადად. ხო და მეთქი არ მაქვს ეს ცალკე ვერსად ვერ დავდგამ გამორიცხულია თქო და ჯანდაბას. მაგრამ არ მინდა მეთქი რა. ფაქტიურად მაიძულეს. და მადლობა შემოგევლეთ თქვენ. ჩამოდით საქართველოში და ბერები ვიცი. ხუმრობა იქით იყოს და მართლა აი დაისვენებთ ხალხო. დაისვენებთ. განსაკუთრებით ზამთარში თორე ახლა ზაფხულში პრინციპში რა ჯანდაბად კიდე 10 წუთში სარეცხი მშრალია ზამთარში მართლა სრული ბედნიერება. ყავას გავაკეთებ. ხომ თქვი გუშინ ხვალ პირველი ყავა ერთად დავლიოთ მეთქი დილით, მაგრამ პირველი აშკარად ვერ მოვახერხებ. სამაგიეროდ ბოლოს ვსვამ თქვენთან მეორეს. არა მესამეა. დღეს მესამე გამომივიდა. მეგობართან დავლიე. თიშუალეთში თავისუფალი გემრიელი ყავა. სხვა რა გითხრათ, დღეს სკროლავდი TikTok-ს და შემხვდა ბევრგან შემხვდა სხვათა შორის მასწავლებელი რომ მოკლეს არასრულ ლოვნებმა. ერთ-ერთის მამის ინტერვიუ იყო თუ არ ვცდები ფორმულაზე. კომენტარი ქვია მგონი გადაცემას, ანუ არ დამამახსოვრდა, მაგრამ არ ვიცი ალბათ შევხვდებოდა. ცოტა შოკში ვარ. ამ კაცის საუბრის შემდეგ. ღმერთო ყველა საშუალო ძალიან რთული სიტუაცია, აი ძალიან. ერთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ერთ დაუფიქრებელ ნათქვამს. არასწორი ადამიანისთვის ნათქვამს თუნდაც. რამდენი რაღაცის გამოწვევა შეუძლია. და რა შედეგის მოტანა შეუძლია. ესეთ მდგომარეობაში სულ მცირე რაც შეუძლიათ გააკეთონ, ალბათ სიჩუმეა უბრალოდ უნდა გაჩვენდეთ ესეთი რაღაცები მეც არის ლაპარაკო, გავგიჟდი. ედიდასე ერთი ბოდიშია თქვენი ჭირი, მე აქეთ გადამოგასკუპებთ. ზოგადად ეს პლასტმასის უნდა მოვაშორო. საერთოდ ყველაფერი. მაგრამ ერთიანად როგორ გინდა კონტეინერებიც იმდენი მაქვს და თან ისე კარგად ვიყენებ კონტეინერებს. და ძალიან ბევრი პლასტმასი მაქვს და თანდათანობით უნდა გადავიდეთ მინის კილებზე. და წავსაქმეანდეთ ახლა. ჩვენ ხო ისე უსაქმოდ ხო იცით ვერ ვძლებ.
არა და მთელი დღე შემიძლია ვიწვეიცი. არც გამინძრე, ფანჯარას არ გავიხედო. შევყაროთ კოფე. ეს გაუფუჭდა წესით ჩერდებოდა ხოლმე. ერთადერთი დაუზიანდა ამ სამზარეულოს, ესეც კი არის კარგად ერთი. რამდენი წლისაა? 8 წლის. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერი არ სჭირს, ფაქტიურად არაფერი არ სჭირს და ხელუხლებელია, ანუ საერთოდ სხვანაირი სამზარეულო მინდა. საერთოდ სხვანაირი. სამაგისოდ როდის გავგიჟდები არ ვიცი. 1-2-3 წელი აიტანს. მე ამასობაში იცი როგორ სამზარეულოს გავიკეთე? ფელისიბერე მდე გზა რო გამატარებინოს. მერეელად. და ასე. მადურებით ნუ ვიქნებით ახლა. პარაგეთრა ეს ვიდეოს აქვს ნახვა შედარებით. დანარჩენები 100-მდე წველაქაჩა. ანუ ორ ვიდეოს აქვს 100-დე მეტი ნახვა, ერთს 400-მდე. 300-ზე მეტი. დანარჩენები არა. რატო? კარგი იქნება ცოტა მეტი ნახვები. მეც უფრო ხასიათზე მომიყვანს, სტიმულიც მექნება. მაგრამ სტიმული ისეც მექნება. უბრალოდ შეიძლება ყოველდღიური აღარ მქონდეს და მინიმუმ ძალიან ბევრი ვიდეო დამსჭება. ველოდები ქალბატონს რომ ჩამომიარეს ჭიპმა. და ქალუჩკა. არ ვიცი თქვი მგონი იმ დღესაც ვიდეოში, რომელიღაც ვიდეოში Facebook-ზეც კი არ დამიპოსტავს. არსად. ახლობლებმაც კი არ იციან. ძალიან ახლო წრებაც კი არ იცის. მართლა. ამიტომ ნახვები ცოტა. მაგრამ არ აღშოს იქნება. მოიწერეთ რა, ხინ წუყურებთ. თქვენ კი არაფერი მოგემატებათ, მაგრამ ხوارც არაფერი გაკლდებათ. ბაი გამოიწერეთ. უბრალოდ არც სიგარეტის პრობლემა. ერთი სკუპით ვისერა დაუძახია YouTube-ზე მით უმეტეს. რა ხდება კლასის ჩათი ახმაურდა. შოკლი. ხოდა რას ვამბობდი? ხო, ჩემთვის კარგი იქნება რა, უფრო მეტი სტიმული მექნება თქო, მაგრამ თუ არც იქნება, არც ეგ არ არის პრობლემა. მინიმუმ შვენიერი ვიდეოები დამრჩება და გადავიღებ ხოლმე მარტო ისეთ რაღაცა კარგ მომენტებს. მთელი კვირის ვლოგს და დავყრი ვიდეოებს. ხოლმე რომ გავფართხალდე ვერავის მოვენატრები, მარტო TikTok-ი მე გადაჭრელებულა. ხო და ასე კაიერისა იყავი, მე იყო რა დროს ფართხალია, ქანდო საქმე წამოგიწყია, აგერ რაღაცა აი ეს ფარდა მაქვს გასარეცხი და ფანჯარა გასაწმენდი. დღეს რომ არ შეეშალა ხელი ახლა აი ამ უდენობას, სანამ მარტო ვიყავი და სანამ რაღაცა ამჟრიამულდებოდით, თავისუფლად შეიძლებოდა მოკლედ მაგ საქმის მოგვარება. და თანის განათება მოხსნა და კიდე თავიდან დავამაგრო, მაგრად მეზარებ. მაგრამ ვიცი რომ დავამაგრებ. მღერა ჩემო. სარეცხს მანქანა. და მკეცე მაინც სარეცხი მეძახის. გასვლამდე კი მოვასწრებ ბარემ მაგას. წავედიება. და მოვა. შორს კი არ მივდივარსად.